ჩემს წინა გავრცელებული ვიდეოებთან დაკავშირებით გამოცხადე ისე პოლიციის შენობის წინ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თუ მე ძალიან საშიში ტერორისტი ვარ, მაგრამ ძალიან ხშირად ვიმყოფები პოლიციის წინაშე და მე ვერ გეტყვით ახლა რამდენად საშიში ტერორისტი შეიძლება დადიოდეს აქ პოლიციასთან, ესე დადიოდეს, ესე თავისუფლად დადიოდეს. თურმე იმასაც ამბობენ, რომ სიცრუეს ქონებია ადგილი, თქვენს კარგად იცით, რომ ესეთ შემთხვევაში ადამიანს ელემენტარული ქურდობაც რო დააბრალოთ, რაც მოგიწევს კანონის წინაშე და როდესაც ადამიანზე გადაჭრით იტყვი სახელს დაასახელებ იმ ადამიანისას და დაასახელებ იმას, თუ როგორ იპარავს ადამიანებს და მიყავს სადარბში, ლეკებუშის სასტუმროზე მაქვს საუბარი და თავად ლეკებუშზე მაქვს საუბარი, როჯერ ლეკებუშზე მაქვს საუბარი. თქვენც იცით კანონის წინაშე რაც მოგიწევს, ასეთ შემთხვევაში როგორი პასუხისმგებლობაც მოგიწევს და დღეს აქ აღარ ვიდგომებოდი, დღეს ვიქნებოდი კანონის წინაშე წაღენებული და ვიქნებოდი ძალიან მკაცრად დაჭილი ესეთი სიცრუის გულისათვის. ამიტომ არავის არ მინდა რომ გზაკვალი აებნიოს, აზრი აუბნიოს ვინმე მისათვის რომ თითქოს და სიცრუეები ცხადდება, ვიღაცამ არ უნდა მოусმინონ. ნუ რავი, მოусმენს ვისაც არ წარმოუდგენია ესეთი რაღაცა რო ხდებოდეს, თუმცა მე მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გავუცხადო, რომ თქვენ ძალიან კარგად გეცოდინებათ ესეთი ფაქტების შესახებ. ამიტომ როგორც ჩანს თქვენთვის არასასურველი იყო ესეთი ფაქტზე განცხადება შემოსულიყო. ამიტომ მე წავიკითხავ მარიამ გოცაძის დაწერილ განცხადებას, ქალბატონი, რომელიც ავიყვანე იმისათვის, რომ ჩემი უფლებები დაეცვა, ასევე მინდოდა მომავალში არ გაგრძელებულიყო მსგავსი დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ყოფილიყო ყურადღების შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა წავიკითხავ იმას, თუ რას წერს ჩემი უფლებადამცველი მარიამ გოცაძე და შემდეგ გავაგრძელებ დანარჩენ საუბრს. საქართველოს მთავარ პროკურატურას გიორგი გაშვილის პირადი ნომრით 200-66-60 უფლებადამცველი ადვოკატი მარიამ გოცაძე, მისამართი თბილისი დავით ყიფიანის ქუჩა ნომერი 2, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი 591-24-76. ანუ 7-ციფრიანი ტელეფონის ნომერი საქართველოსია, მობილურის ნომერი არ არსებობს და მარიამმა მიაწოდა 7-ციფრიანი ტელეფონის ნომერი, რომელზედაც ვერ დაირეკება, ბუნებრივია. განცხადება. მოგახსენეთ, რომ გერმანიიდან დამიკავშირდა საქართველოს მოქალაქე გიორგი გიაშვილი პირადი ნომრით 200-66-60, რომელმაც განაცხადა, რომ ის ამჟამად იმყოფება გერმანიაში ქალაქ ესენში და სჭირდება ადვოკატის დახმარება. მის განცხადებით, რამოდენიმე თვის წინ დაიბარეს ქალაქის პოლიციის განყოფილებაში და აცნობს, რომ მათ მიერ დაკავებული იყო პიროვნება საქართველოს მოქალაქემ, რომლის სახელი გვარცაც შეგნებულად ახლა არ დავასახელებ ეს ვიდეო კადრებით და გიორგი გიაშვილის კუთვნილი ავტომობილით, რომელშიც დაკავებულ პიროვნებას უპოვეს ნარკოტიკის საშუალება. გიორგი გაშვილის განცხადებით პოლიციამ მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ პიროვნება ბრალდებდა დანაშაულ საქმიანობაში, კერძოდ პიროვნება პოლიციას განუცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, ის ადასტურებდა წარმოადგინა დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია და განაცხადა, რომ გიორგი გიაშვილი არის ტერორისტი და მას ევალებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით თვალთვალი გიორგი გიაშვილის და კონტროლი. როგორც გიორგი გიაშვილი აცხადებს, დაკავებულ პიროვნებას იცნობს ბავშვობიდან და მისი ინფორმაციით მას არავითარი კავშირი არ გააჩნია პოლიციასთან. ამჟამად გაუგებარია მისთვის, თუ რატომ განაცხადა მსგავსი რამ დაკავებულმა პიროვნება ესენის პოლიციაში განყოფილებაში. გიორგი გიაშვილი ჩემთან განმარტავს, რომ გერმანიის პოლიციამ დაავალა ამ ფაქტების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეეტყობინებინა, რისთვისაც ჭირდებოდა ადვოკატის დახმარება, რათა ადვოკატის მეშვეობით მოხდეს ფაქტის შეტყობინება შესაბამისი ორგანოებისათვის. გაცნობებთ, რომ დღეს მდგომარეობით ნახსენები პიროვნება იყოფება საქართველოში, როგორც გიორგი გიაშვილის განმარტებით ირკვევა, იგი სავარაუდო სარგებლობს ყალბით დოკუმენტაციით არის ვითომთა პოლიციის თანამშრომელი, რასაც იყენებს ცუდად. ამასთან ერთად გიორგი გიაშვილის განცხადებით მის მიმართ მიმდინარეობს დევნა და მის სიცოცხლის დაჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, რადგანაც ადგილი ქონა მის მიწოდებულ მოწამვლის მთელობას. ამ ფაქტების შესახებ გიორგი გიაშვილის მოწვეულებით ხდება მის მიერ YouTube-ზე არსებულ გავრცელებულ ვიდეოში სახელწოდებით ვისკრა პრინციპ მაინც. გიორგი გიაშვილი ფიქრობს, რომ პიროვნების მეშვეობით ცდილობენ მის თავიდან მოშორებას. ამდენად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტებზე უნდა მოხდეს გამოძიება და დაბარებული უნდა იქნეს ნახსენები პიროვნება გამოსაკითხად, ხოლო შემდგომში კიდევ გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავეების
დამნაშავეთა პირები. გთხოვთ მოახდინოთ ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება და დაადგინოთ, რატომ განახორციელა და გაეუბნა პიროვნებამ გიორგი გიგაშვილის მიმართ სკუბრალდება, არის თუ არა იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მოახდინეთ რეაგირება განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით და მაცნობეთ წერილებით. დანართის ორდენობა 1 ფურცელი პატივისცემით ადვოკატი მარიამ კოცაძე. სინამდვილეში მინდა გითხრათ, რომ ადვოკატი ავიყვანე იმისათვის, რომ დაევალებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურისათვის, როგორ მოხდა თემქის საუნთყოფოში მისულზე ორგანოების მოთხოვნა ვიღაც უცხო პირისგან, ასევე როგორ მოხდა საჭირო ახსულების სამინისტროს დაწესებულებაში ბათუმის ციხეში ებრაელების შემოსვლა, რომლებიც ჩემთან იყვნენ და ვინ იყო ეს ებრაელები, მათ სახელების და გვარების დადგენა და მსგავსი დანაშაულების შესახებ მინდოდა მეცნობები ასევე რაც ხდებოდა გერმანიაში ჩემს მიმართ. ანუ როგორც ხერხდებოდა ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით. თუმცა მარიამ გოცაძემ ვერ გაბედა ამის დაწერა და გამიცხადა, რომ ამას 5 კვალიფიცირებული ადვოკატი წერდა, რაც განცხადება ახლა თქვენ წაიგეთ. მე მინდა გითხრათ, რომ წავაგითხეთ გამომძიებლებსაც, სხვათა შორის გადაუთავდნენ ერთ პოლიციის თანამშრომელს, გერმანიის პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც გაეცინა და პირდაპირ მითხრა, რომ მსგავს განცხადებაზე თავად საქართველოსდანაც რომ მომართოს ვინმე გერმანიის გამომძიებელი მასზე რეაგირებას არ მოხდეს. ეს პირდაპირ არის განზრახული იმისათვის, რომ გამომძიებელს შანსი ქონდეს უარეთქოს გამოძიების დაწყებაზე, რადგანაც ყველა ფაქტი მოყვანილია, რომ გერმანიის ტერიტორიაზე რაც ხდებოდა. ანუ ესეთ შემთხვევაში მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის გამოცხადების შემთხვევაში მიმართვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვების შემთხვევაში ხდება გამოძიების დაწყება. ერთი ფაქტიც კი არ დაწერა შინი, რომელიც ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. გასაგებია, მე თავიდანვე ვიცოდი ეს, რომ ასე იქნებოდა. ეს არ არის მარიამ გოცაძის სურვილი, რა თქმა უნდა. მარტო მისი სურვილი არ არის, ეს არის წინასწარ შეთანხმებული და შემდეგ დაწერილი განცხადება. რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილიყო, საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ყოფილიყო მსგავსი საჩივარი, რასაც ორგანოების ამოღება და გაატანა გასხვისება ჰქვია. ძალიან კარგად ვიცი ამას რატომაც ფარველობს, ვინც ფარველობს, იტან მინდა გითხრათ, იმ ადამიანების სახელაგვარებით ვიცი, მე არ დავასახელებ, რადგანაც მათ მიმართ ფაქტები არ გამაჩნია, თორემ ისე განმოცემით ძალიან ბევრი რამ ვიცი. ვიცი იქიდან გამომდინარე, რომ თავად ამ ებრაელებს, ვინც ამ ორგანოებზე პირდაპირ ხელს ითმობენ, ფულებს შოულობენ, ვიცნობ 2013 წლიდან. კარგად დამაკვირდით თქვენ ებრაელებო, მე კარგად დამაკვირდით, რომლებმაც თქვენ დაიჩემეთ, რომ თურმე ის გიორგი გიგაშვილი აღარ არსებობს, რომელსაც ფსევდონიმად მე გეოშას მეძახია. ეს არის ჩემი საქართველოს პასპორტი და კარგად დააკვირდით. ვარ თუ არა ის გიორგი გიგაშვილი, რომელმაც თქვენ 2013 წელში იგოროყვა საავადმყოფოში, კერძოდ მე-6 სართულზე, ყაზაისშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში. გაგინეთ ყველას ერთად. ძალიან ბევრი გაგინეთ იმისათვის, სადაც იმყოფებოდა ფეხბურთელი ბავშვის ზესტაფონის სოფელ არქვეთაში მცხოვრები, ეხლაც მახსოვს ის ბავშვის სახელად თორნიკე. თქვენ იყავით ის ადამიანები, რომელიც მოპარვას აპირებდით, მშობლებზე დამალულად აპირებდით, იმ ბავშვზე თითქოს და ავარიაში მოყოლილი ბავშვს ესაჭიროებოდა ექსპერტიზა უნდა ჩატარებული იყო, გადაუდებელი იყო და ორგანოები უნდა ამოგეხოთ. რაზედაც გაჟონა თქვენგან ინფორმაცია და ჩემთან მოვიდა. მე ვარ ის გიორგი გიგაშვილი, რომელმაც ხელში წაგართვით ბავშვი და გითხარით, რომ მშობლების გარეშე ამ ბავშვს ხელი დაედება და თქვენ აქედან გადაცვლდებით. ეს იცის დედამისმაც აც გასვენებული არ მინდოდა მეხსენებია მე ეს თემა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მემიყვანა ამ ზღვარზე, მემიყვანა მთავარმა პროკურატურამ ამ ზღვარზე და ძალიან დიდი ხანია წლებია მე რომ ამ ადამიანებს ვიცნობ. პირდაპირ შეხვედრით, პირდაპირ ჩხუბებით, პირდაპირ გინებებით და დაპირისპირებებით და თქვენთან გასხოვებით არ ვიცნობ მე ამ ადამიანებს მეგობრულად და არც მაკაცოდ არ მეგობრო. ამიტომ გითხარით, რომ წადით მშობლებს დაელაპარაკეთ, მშობლებს მოელაპარაკეთ და მშობლები რასაც გადაწყვეტავენ, მხოლოდ შემდეგ იქნება ის პასუხი თქვენთვის, რასაც ახლა მეგეუნებით. და მოგიწიათ მშობლებთან მისვლა. იმის გამო, რომ ჩემთან გამოჟონა მაგ ინფორმაციამ, რასაც აპირებთ და რიზი გაკეთებაც გინოდათ. 2013 წლიდან 11 წელიწადია დღეს გასული და შენ ციხეში მოსულო ებრაელო,
როდესაც შენი ერთი თანამსწრაფელი ორი იყავით მოსულები, გაგიყვანეს, აი მაშინ მოგიყევი მამაჩემთან დაკავშირებით. რომ აი საუნდტროფოს გველებთან დაგაბარე ის სიტყვები, რაც დაგაბარე. ამას მე დავადასტურებ, დადგება ის დრო, როდესაც შენ მე გენახავ ჩემი სიტყვების სალაპარაკოდ, დაკითხვის დროს და იქ გათქმევინებ თუ რა დაგაბარე ციხიდან. და იმას აგისრულებ, რაც დაგაბარე. იმიტომ რომ თვალებში შეგატყვე და თვალებში ვიცოდი ვინც იყავ. მართალია პირველად ჩავხვდი, მაგრამ შენი სახიდან გამომდინარე, შენი გამომეტყველებიდან გამომდინარე ვიცოდი ვინც იყავ. და დაგაბარე. ანუ არაფერი არ ხდება ისეთი, რომ თითქოს და გუშინ გავიგეთ, ან გუშინც გავიგეთ თქვენ შესახებ. ყველა მიცის პოლიცია საუნდტროფოს ასასრულებლებში დგას დაცვის პოლიცია. რომელიც დაცვის პოლიციასაც ხშირად ესმის, რომ საიდუმლო სამსახურიდან ხართ თითქოს და ადიხართ ზემოთ განყოფილებებში. საუნდტროფოს განყოფილებაში სხვადასხვა სართულებში და მიდიხართ იქ აუნდტროფებთან. არ არსებობს საქართველოში ესეთი საიდუმლო განყოფილება, საიდუმლო სამსახური არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კონტაქტდაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ასეთი სამსახურები, რომელიც ყველა საბოლოო ჯამში უკავშირდება და იმყოფება სამინისტროსთან კავშირში. ეს არის თქვენთან გამოგონილი, სინამდვილეში თქვენ გიდევთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწმობები ჯიბეში, სწორედ ამას აჩვენებთ იმ დაცვის პოლიციელებს და ისე ადიხართ ზემოთ საუნდტროფოებში. შემდეგ იქ ჩაიცვალთ თეთრ ხალათს და მისულ ავამტყობს ყველა ექიმი გონია, რადგანაც თეთრი ხალათი გაცვიეთ. ეს ნებისმიერ საუნდტროფოს დაცვის პოლიციელები, რომლებიც ზის განან და წესრიგს იცავენ, რომელსაც არ უნდა გამოგეთხოთ, ყველა დაგიდასტურებს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია, რომ ვიღაცა იქ მიდის და ეუნება, რომ საიდუმლო სამსახურიდან იმყოფება. არც ერთი საიდუმლო სამსახურიდან, ეს საიდუმლო თქვენთვის არის, რომ იქ ადამიანები უნდა მოკლათ, ორგანოები უნდა მოიყოთ და უნდა მოკვდეს ის ადამიანები. და თქვენ 800.000 უნდა მოიყოთ. ესე განაცხადა თქვენმა მოსულმა პიროვნებამ, როდესაც მე თემხაზე მომთხოვა ორგანოები და ვისაუბრებოდი ექიმის სახელით, თითქოს და ექიმი ვიყავი დაცვის მოყარებობისთვის ეთქვა მას, რამდენი ამოდიოდა ერთი პიროვნების მუცლის ხრიდან ორგანოები, გამიცხადა 800.000. არ დაუდასტურებია მას ეს ევრო იყო, დოლარი იყო, თუ ლარი იყო, ყველა შემთხვევაში ეს ძალიან დიდი თანხა არის. ამიტომ თქვენი ხალხიდან ვიცი უფრო მეტი, თქვენი ხალხიდან ნალაპარაკები უფრო მეტი ვიცი, თქვენი ხალხიდან უფრო მეტი გამოკითხული ვიცი, თქვენს კარგად იცით, ძალიან ბევრს გიცნობთ, ძალიან ბევრი შემხედრი ხართ. კიდე შეხვდებით სადმე ერთმანეთს და თქვენს კარგად იცით, ჩექმის ძირზე დაჭედებული ჭიკარტულებით უნდა გაგისვოთ ტყვიებით თავი. მე ამას აგერ გეუნები პოლიციის წინ. ეს სიტყვები მაქვს პოლიციაში და ნათქვამი მე ვერ შემაჩერებს, ვერც ერთი კანონი, თქვენს კარგად იცით, ხეზე რო ავდივარ, ეს მხოლოდ ჩემი ნაკვალები რჩება, ჩემთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა. რა იქნება მაგის შემდეგ, თუმცა ჩემთვის ერთი მნიშვნელობა აქვს. აი როდის გნახავთ. თქვენ რო გამბედავები იყოთ, მე არც ერთი ვიდეო არ ჩამიწერია შემთხვევით, თქვენ რო გამბედავები იყოთ. დიუსელდორფში სტარგარტენ ქუჩაზე მოვედი, თქვენ ახალ გაკეთებულ მორგში იმისათვის, რომ რამდენის დავხვდებოდით, იმდენისთვის უნდა გამევსოთ ტყვიებით თავი. მერე მეორე იქ რომ არ დავხვდით, დიეჩელთან მაგის გულისთვის გადავიღე მეორე ვიდეო. იქ დაგიბარეთ 6 ნოემბერს. ღამის 10 საათზე რომ შემხედრილიყავით იქ პირდაპირ საუბრად, არანაირ სასაუბროდ არ დამიბარები ხართ, არანაირ მეგობრობისთვის არ დამიბარები ხართ. იქაც ვერ გაბედეთ. ამის მიმოწერები არსებობს ჩვენ შორის. თქვენ ვერცად ვერ გაბედეთ, თქვენ ხართ ლაჭრები. თქვენ თქვენი ჭრილის გეშინიათ, ჩემი კი არა, თქვენი ჭრილის გეშინიათ. თქვენ ჩემი გეშინოდათ ყოველთვის, ბევრჯერ შეგეშინდებათ. იმიტომ რომ იგორო ყო საუნდტროფოში თქვენ შემომთავაზეთ მე თქვენ $7,000 თითქოს და E-კლასის Mercedes მიყიდით, რომელზედაც გითხარით ეხლა მაგ $7,000 წაიღეთ და იმ თორნიკეს დედმამას მიეცეთ, თორემ აქედან გადაყრით ყველას თქო. დიდი ხანია თქვენ გემუქრებით, ბევრჯერ შეგისრულეთ ჩემი სიტყვები და ბევრჯერ აგისრულებთ კიდევ. ეს დაიმახსოვრეთ. ეხლა რამინა რო თქვა, თუ ინვეს თითი ატკივდა, თუ ინვეს ფეხი ატკივდა, ყველა ბიძინა ივანიშვილისკენ გაიშვირა ხელი და მაგრად არ მინდოდა მე სახელი მეხსენებია, რადგანაც გაიწვით ამდენ ხუმრობაში და ამდენ საუბარში და ამდენ პროვოკაციებში. მაგრამ მე მინდა გადაჭრით თქვა. მე მგონი, ბატონო ბიძინა, თქვენთვის უფრო სავალდებულო ხდება ეს დღე და დღე, რო ამ საქმეს გამოძიება, თქვენ დაავალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას. რადგანაც თქვენი ოჯახის წევრის თქვენი შვილის უტას სახელით დადიან ეს ადამიანები აქ. ყოველ შემთხვევაში მე გერმანიაში ვისაც ახსენებენ, იმას გეუბნები, რომ უტასთან სტუმრობდნენ, უტასთან ერთად გადაიღეს ვიდეო და ამიტომ ამბობენ, რომ მათ ძალიან კარგი მფარველი ყავთ და თქვენი ოჯახისკენ იშვერენ ხელს.
მე პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ჩემ წინაშე იმათ ვერავის ვერ დაიცავს, ჩემ გასროლით ტყვიას არ ჭირდება, არც ექსპერტიზის დასკვნა, არც სასამართლო გადაწყვეტილება, არც მოგში შეყვანა. მე სადაც შეხვდებით, ამას გავაკეთებ. ამისთვის მელოდეთ, სადაც გნახავთ, არ მიყვარს უკინა კაცე მიპარვა, ყოველთვის იცით თქვენ, რომ მოდივარ, წინასწარ გეუნები რაზე მოდივარ. უკნიდან ლაჩრები ეპარებიან და თქვენ ეგ იცით, მხოლოდ ადამიანს ვინმე წამლებით მოწამლოთ, ჩაუყაროთ რაღაცა, დააძინოთ, მე ის ადამიანი სადღაც გადაიყვანოთ პადუაში, ორგანოები ამოიღოთ და ფული გაკეთოთ. მე არ დაგაძინებთ, თვალებში ჩაგხედავთ და ისე დაგატოვებიებ სიცოცხლეს. არა ვარ მე ის ადამიანი, თქვენი ორგანოები ვზიდო, სადმე წავიღო, სადმე გავყიდო, მაგრამ მიცვალებულს დავავაზროტებ, ქუჩურად რო გითხრით. ამ დონეზე თქვენ მიმიყვანეთ, მარიამ გოცაძეს რო ესეთი გაცხადება დააწერეთ და აიცვლეთ ის გოგო, ამიტომ კიდე გაფრთხილებ მარიამ გოცაძეს, შენი 1000 ლარი, ჩემგან გადახდილი 1000 ლარი არ გეკუთვნის, დააბრუნე, რომ სხვა ადვოკატი ავიყვანო, უფლებები დავიცვა და ამ ებრაელებს, ჩirkიან ებრაელებს შევაწყვეტიო ადამიანის ორგანოებზე, ვაჭრობა, ადამიანების მოკლა და შენ თუ ამას არ გააკეთებ, შენ პირდაპირ თანამშრომელი ხარ, შენ ამით ხელს უწყო მათ და გეუბნები მე, რომ ადრე თუ გვიან შენი ებრაელებთან ერთად მოგიწევს შემდეგ სოფლის გაცემა. მე არ გადავიხდე სხვა 1000 ლარს იმის გულისათვის, რომ თქვენსკენ მქონდეს ბევრად ხელი გამოსაშველი და თქვენი თანამშრომლობა დავადგინო. ამიტომ გირჩევთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავ, მთავარ პროკურატურას მიმართავ, საჭირო ახსულების სამინისტროს მიმართავ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავ, გააკეთეთ განცხადება და ბატონ ბიზინა ივანიშვილს მიმართავ, რომ თქვენი ოჯახის წევრის, თქვენი შვილის სახელით დაიარებიან ეს ადამიანები აქ. ამის მოწმეები არსებობს, გამოძიების დროს გამოჩნდება. მე წარმოვადგენ თითქოს ვიღაცებს დარჩა იმის შთაბეჭდილება, რომ ჩემს მიერ ნახსენები ინფორმატორის ნაცვლად მე ვითხოვდი იმ 50000 ევროს გამოძიების დროს წარმოვადგენ ინფორმატორს, გამოვაცხადებ გამოძიების დროს ინფორმატორს, რომელიც ჩემზე მეც ილაპარაკებს, იმაზე მეც ილაპარაკებს, კიდე მე ვთქვი, ამიტომ არაფერი არ დარჩება დამალული, არაფერი არ იქნება ფარული, ყველაფერი იქნება ღიად ნახსენები. აი ამ პოლიციელებს აქ ვისაც ხედავთ, ყოველ ღამე მაჩერებენ და თავიანთ ტელეფონის ნომრებს მაძლევენ. ჩემი ტელეფონის ნომერი ის რაც იციან. ამიტომ თქვენ გეტყვით, ჩემი ტელეფონის ნომერია +995 593 31 41 00. WhatsApp-ის საშუალებით შეგიძლიათ ამირეკოთ ნებისმიერ დროს, თუ რამის გარკვევას აპირებთ და თუ რამეში დახმარება გჭირდებათ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. კიდე გეუბნებით, მე ვარ გიორგი იგაშვილი, თერჯოლის რაიონის სოფელ თუშეთში დაბადებული. გეუბნებით, შეაწყვეტიეთ ნახსენებ ებრაელებს ადამიანების მოკლა, ორგანოების გაყიდვა და მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოში. არ არსებობს ურიისთვის მოსაკლავი ქართველი. ასე დავამთავრებ ამ ვიდეოს, შემდეგი ვიდეო გავრცელდება ჩემგან, იქნება მეტი ფაქტები, იქნება მეტი სახელები დასახელებული. კარგად ბრძანდებოდეთ.